რატომ არ თანხმდება ვლადიმირ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მშვიდობის დამყარებას რუსეთსა და უკრაინას შორის? იმიტომ რომ პუტინი შესანიშნავად ხვდება, პუტინმა შესანიშნავად უწყის, როგორც კი ამ პირობებით რა პირობებსაც თავაზობს მას დასავლური საზოგადოება და უკრაინა, ამ ყველაფერს ხელს მოაწერს. არ მინდა ვთქვა, რომ უახლოეს მომავალ 24 საათში მეთქი, მაგრამ მომავალ 48 საათში თუ არა 48 უბრალოდ ასე ვიტყვი, 48 დღეში პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტის სავარძელში ვეღარ იქნება, ვეღარ ჩაბრძანდება და იქიდან 48 დღეში თუ 48 საათში ვინც ის და გადაჭარბების გარეშე მოსკოვის ცენტრში გამოიყვანენ კი არა, გამოათრევენ და ათრევენ და აღარც დამარხავენ, ზაღლებს მიუგდებენ მის ლეშს საზიზგნად. პუტინმა ეს იცის არასწორი სიტყვა. პუტინი ამას გრძნობს. შესაძლო არ არის ზუსტი შესატყვის სიტყვა. პუტინი ამას უშვებს და რაღა იუშვებს პუტინი წინააღმდეგია ყოველგვარი მოლაპარაკებებისა და მით უფრო შეთანხმებებისა. არა, მოლაპარაკებებზე და შეთანხმებაზე თანახმა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ უკრაინა დათმობს თავიდან ბოლომდე დონეცკის, თავიდან ბოლომდე ლუგანსკის ოლქებს, ყირიმისედაც დათმო, ასე ფიქრობს პუტინი უკრაინაზე, ასევე დათმობს ზაპოროჟიეს ოლქის დაახლოებით 40%-ს, რომელსაც აკონტროლებს ახლა უკრაინა და ხერსონის ოლქის დაახლოებით 50%-ს, რასაც აკონტროლებს ახლა უკრაინა. აი თუ ესენი ეს პირობები იქნება დაკმაყოფილებული, ამ შემთხვევაში რუსეთი თანახმაა, რომ აი ახლავე ხვალვე დაამთავროს ეს ფართომასშტაბიანი ომი, ან სპეციალური სამხედრო ოპერაციად წოდებული რაღაც ოპერაცია, რომელიც მან ავანტიურა, რომელიც მან წამოიწყო 2022 წლის 24 თებერვალს და 3 დღეში უნდა აეღო საერთოდაც კიევი, ოღონდ გამოხდა ამასობაში არ ვიცი, 4 წელი და 5 თვე, 4 წელი და 6 თვე და არათუ კიევი ვერ აიღო, არამედ მარცხზე განიცდის. ამასობაში ეს პროცესი ხო მიმდინარეობს და რუსეთის ლიდერი ხომ ჯიქურ აწვება იმას, რომ რუსეთი მაინც მძლავრი სახელმწიფოა, რომელიც საოცარ წარმატებებს აღწევს, მაგრამ ამასობაში ცნობები ფრონტის ხაზიდან რუსეთისათვის სულ უფრო სავალალოა. თუ 3 დღის წინ ფრონტის ხაზზე 2000 კილომეტრზე დაახლოებით თელ პერიმეტრზე რუსეთს გაუნადგურეს 1290-1300 ოკუპანტი სალდატი ჯარისკაცი, უკვე გუშინდელი მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია. 1560 ოკუპანტი ჯარისკაცი გაუნადგურეს უკრაინელებმა, დაახლოებით 200 ჯარისკაცით მეტი გაუნადგურეს უკრაინელებმა რუსებს. თუ მე მკითხავთ, უკრაინელები რამდენს კარგავენ, დაახლოებით დღის განმავლობაში, რუსებიც კი ვერ მალავენ, რომ დაახლოებით 10-ჯერ, 12-ჯერ, 8-ჯერ ნაკლებს, მესმის რომ უკრაინისათვის ესეც დანაკარგია, ესეც მძიმე ამბავია, მაგრამ შეუდარებლად მეც კარგავს ეს დიდ რესურსიანი, ასე ვიტყვი, რუსეთი, რომელიც დიდ რესურსიანი იყო ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ახლაც არის ვინც ის და, მაგრამ სულ უფრო მეტი მოქალაქე რუსეთში ჩუმად თუნდაც, მაგრამ მაინც გამოთქვამს პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკასაც აწარმოებს მათი შლეგი ლიდერი, მით უფრო დიდი პროტესტი არის შედარებით დიდი პროტესტი მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ უკვე სასექტემბროდ, საოქტომბროდ პრეზიდენტი პუტინი კიდევ ერთხელ გამოაცხადებს ამჯერად უკვე საყოველთაო მობილიზაციას და შესაბამისად მირეკავს ომში საზარბაზნე ხორცად ახალგაზრდებს, რომლებიც მოსკოვიდან და პეტერბურგიდან ნაკლებად, ხოლო ურალგაღმა რეგიონებიდან კი მეტად იქნებიან მათი სიცოცხლე. არც მოსკოველების სიცოცხლე არ ღირს ჩირად, მაგრამ მისთვის პუტინისთვის, მაგრამ ურალგაღმა ან პერიფერიების მოქალაქეების სიცოცხლე მით უფრო არ ღირს ჩირად პრეზიდენტი პუტინისათვის. ამასობაში ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს უშუალოდ უკრაინაში. ისიც თქვენ რომ დასავლეთი ეხმარება, დასავლეთი ადეკვატურია, ისიც თქვენ რომ ევროპა ბევრწლიან დიდწილად გამოფხიზლდა, მაგრამ უკრაინას არ ჩამორჩება გამოფხიზლებასა და ამოქმედებასა და ადეკვატურობაში, განსაკუთრებით უკრაინის დღევანდელი ხელმძღვანელი, მაგალითად თავდაცვის მინისტრი
ფედოროვი, სხვები და სხვები, ასაკვირველია ბუდანოვის სხვები და სხვები, იცით თქვენ რომ არ ჩამორჩებიან ევროპა ამერიკას მათ შორის საკუთარ ტერიტორიაზე მისთვის საჭირო იარაღის შექმნაში. ხო და არის ასეთი კაცი დენის შტილერმანი, რომელიც არის Firepoint-ის თანამფლობელი მთავარი კონსტრუქტორი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას ბალისტიკური რაკეტა სახელწოდებით FP9 ექნება და ეს ბალისტიკური რაკეტა, როგორც მე ვხვდები, თუმცა მე არა ვარ სპეციალისტი, იქნება საოცარი, კერძოდ იმიტომ, რომ მოქმედების რადიუსი მისი იქნება 855 კილომეტრი. კარგად მინდა ავხსნა განსაკუთრებით გაუცნობიერებელი მაყურებლისათვის, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან ვიდრე მოსკოვამდე არის დაახლოებით 657 კილომეტრი. მოსკოვის შუაგულამდე ვიტყვი ასე და ამ FP9 აქვს ამგვარი ექნება ამგვარი შესაძლებლობა 855 კილომეტრი მიღმა მიწვდება საბიზნეებს. სიჩქარე 2200 მეტრი წამში, საბრძოლო ქობინის მასა 800 კილოგრამი, ფრენის სიმაღლე 70 კილომეტრამდე, გაშვება მობილური სახმელეთო პლატფორმიდან, გაცხადებული დაახლოებით 20 მეტრიანი სიზუსტით FP9 შეძლებს დაარტყას დიდ საბიზნეებს რუსეთის ღრმა ზურგში, რითაც უკრაინის მზარდ დამტყმელ არსენალს კიდევ ერთი შორმანძილზე მოქმედი იარაღი შეემატება. რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ამერიკელებმა რუბიოს პირით და არა მხოლოდ რუბიოს პირით ღიად დაადასტურეს, რომ უკრაინას აქვს უფლება თუ შესაძლებლობა იქნება ამის, რომ რუსეთის სიღრმეებში, მათ შორის მოსკოვზეც კი მიიტანოს კიდევ უფრო მძლავრი, ანუ არა მხოლოდ დრონებით იერიშები, არამედ კიდევ უფრო მძლავრი იერიშები, მათ შორის მისივე შექმნილი FP9 გამოიყენოს და ამით დაბომბოს თუნდაც სატესტო რეჟიმში რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიც კი და მოსკოვი კი დიდია, მაგრამ 20 მეტრიანი სიზუსტით როცა მოხვდება სტრატეგიულ ობიექტებს და არა საცხოვრებელ კორპუსებს, ეს უმნიშვნელოვანესი ან ძალზედ ღირებული ფთოსანი ბალისტიკური რაკეტა მოსკოვის ცენტრს, ეს ძალიან დიდ ვინისის და დიდ პანიკასაც კი გამოიწვევს რუსეთში. აკი გითხარით, რომ ამერიკელებმა დაადასტურეს ეს ყველაფერი და ითქვა ერთი უუცნაურესი სიტყვა, ნახეთ აი შინაარსი ეს არის, რაღაცა უპირატესობა აქვს უკრაინას, აქედან გამომდინარე ამ მეთოდით, როდესაც უკრაინა კიდევ უფრო დიდ მძლავრ იერიშებზე გადავა, ამ მეთოდით იქნება ვაიძულოთ, დასავლეთმა აიძულოს პუტინი, რომ პუტინი დაჯდეს მოლაპარაკებად მაგიდასთან და დასთანხმდეს იმ შეთავაზებებს უკრაინისაგან და უკრაინის პარტნიორებისაგან, რომლებიც მაგიდაზე და თქვენის ნებართვით ცნას წარმოთქვა წარსულში იდო და არა დევს. იმიტომ რომ იმდენად დიდ უპირატესობას აღწევს უკვე უკრაინა დროთა განმავლობაში, რომ გუშინ რა შეთავაზებებიც ჰქონდა დასავლეთ რუსეთისათვის, ხვალ ის შეთავაზებები ძალაში ბუნებრივი აღარ იქნება. სხვა ძალის პოზიციით ელაპარაკება უკვე უკრაინა რუსეთს და ამარცხებს ოღონდ პუტინი და პუტინის გარემოცვა ამ ყველაფერს არ ეგუებიან. არის ესეთი კაცი გვარად ლუკიანოვი, რომელმაც სკაბეევას თუ არ ვწდები მისცა ინტერვიუ, რუსი იმპერიალისტია. სხვა შორის საკმაოდ განათლებული კაცია, ჭკვიანი კაცია, მაგრამ იმპერიალისტი თავისთავად ცხადია, სხვების, აი კარაგანოვის არ იყოს, რომელმაც სწორედ კარაგანოვის იდეა განავითარა მორიგ ჯერზე ხსენებული სკაბეევას ეთერში და მან თქვა, რომ ძალიან რთული მისაღებია ეს გადაწყვეტილება, განა არა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს უშუალო ომი გამოუცხადოთ და კერძოდ ამ სახელმწიფოების დედაქალაქებს თუ ცალკეულ ქალაქებს დავარტყათ და მათ შორის გამოვიყენოთ ბირთვული იარაღიო. ეს რთული გადაწყვეტილებაა, ანუ აღიარებს, რომ რთული გადაწყვეტილებაა იქნება, იმასაც აღიარებს, რომ ომი ამის შედეგად არა დასრულდება, ის პირიქით ამბობს, რომ ჩვენ არ ვიცით რა რეაქცია ექნება ამის შედეგად კოლექტიურ დასავლეთსო, ამერიკის შეერთებულ შტატებს მათ შორისო. აქედან გამომდინარე პრეზიდენტი პუტინი არ ჩქარობსო
იმიტომ რომ მას უნდა რომ დარწმუნდეს რომ დასავლეთი დაანებდება ამ შემთხვევაში, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ არის რა, ფიქრობს რომ იქით შემოუტევს მე დასავლეთი რუსეთს და ვინც ის და მიწასთან გაასწორებს, ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვჩქარობთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე ადრე იქნება თუ გვიან რუსეთი მივაო. ეს არის ხსენებული ლუკიანოვის და აგრეთვე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს ასეა რუსეთის ოფიციოსსა და არა მხოლოდ ოფიციოსში დომინირებული აზრი, ის აზრი, რომელიც უფრო აქვთ ამხსენებულ იმპერიალისტებს, მაგალითად პატრუშევს, მაგალითად გერასიმოვს. აღარ ვლაპარაკობ ხელისუფლების მიღმა მყოფ ადამიანებზე, მედვედევსაც ეს აზრი აქვს, და აღარ ვლაპარაკობ ხელისუფლების მიღმა, მაგრამ ხელისუფლებასთან შეზრდილ პოლიტოლოგებზე, ექსპერტებზე, პუტინს ვინც ემუშავება მათზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, მართლაც არ გამორიცხოთ, რომ ამათმა, ანუ რუსებმა, საზიზღრებმა, იმპერიალისტებმა განიხილონ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ აქამდე ჯერ კიდევ შორია და უნდა ვიბსჯელოთ არა იმაზე, რაც მაინც და მაინც მოხდება, პირობთ ერთ წელიწადში თუ მოხდება ისიც, არამედ იმ ვითარებაზე, რაც ახლა არის შექმნილი რუსეთში და რუსეთში კი კატასტროფული ვითარება შექმნილი. კერძოდ, ისიც თქვენ რომ დაახლოებით 60% ავტომგადამამუშავებელი ქარხნებისა უკრაინამ უკვე ან დაუზიანა, ან გაუნადგურა რუსეთის ფედერაციას, პეტერბურგი, მოსკოვი, ქვემოთ ნოვოროსიისკი, სხვა და სხვა მნიშვნელოვანი რუსეთისათვის მნიშვნელოვანი ობიექტები. რუსეთი ძალიან მძლავრი სახელმწიფოა და ბუნებრივი რესურსებით ძალიან მდიდარი სახელმწიფოა. აი პუტინის ავადმყოფობის, იმპერიალისტობის ერთი თვალსაჩინოება ისიც არის, რომ იმისთვის, რომ ერთი პატარა სოფელი, ან სოფელზე ოდნავ დიდი სოფელი, კონსტანტინოვკა ან სხვა რომელიმე გეოგრაფიული დასახელების, სხვა დასახელების გეოგრაფიული წერტილი აეღო, მან გადააყოლა ყველა მათ შორის რუსეთის პერსპექტივაც. მით უფრო ამ პირობებში, როდესაც საწვავის კრიზისია მთელ მსოფლიოში, როდესაც ჯერ კიდევ მოუგვარებელია ორმუზის სრუტის პრობლემა, როდესაც სახელმწიფოები ცდილობენ რომ შეიქმნან მარაგები, იმიტომ რომ დიდ კრიზისებს ელოდებიან. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვთქვათ ეს ქვია ებრძვის მწვანე ეკონომიკას და ვინცის და სამართლიანადაც, მაგრამ ანუ ქარის რაღაც ენერგეტიკას, მაგალითად სხვა და ისევ ტრადიციულ ენერგეტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ამერიკის შეერთებული შტატები ხდება უმძლავრესი ენერგომწარმოებელი და ენერგეტიკის ექსპორტიორი მსოფლიოში და ასე შემდეგ. რუსეთს შეეძლო ამ პირობებში სარგებლის მიღება, მაგრამ ერთი კონსტანტინოვკის, პირდაპირ მნიშვნელობით კონსტანტინოვკის ან 7 კონსტანტინოვკის გამო თლიანად ჩაშაანგრია პუტინმა, ამბიციურმა კაცმა რუსეთის პერსპექტივა და თუ ვინმე ხოლია მტერი უშუალოდ რუსეთს სწორედაც ვლადიმირ პუტინია, იმიტომ რომ ვერ აღწევს თავის მიზნებს, ვერც SVO-ს და ვერც ფართომასშტაბიანი ომის ფარგლებში, თუმცა არ მინდა ვთქვა, რომ უნდა გავუგოთ მეთქი პუტინს, არა, რასაკვირველი არ უნდა გავუგოთ, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ პუტინი შესანიშნავად ხდება, რომ როგორც კი ომს დაასრულებს, ან გამოაცხადებს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულებული აი ამ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც არის, მყისვე ან გარკვეული პერიოდის შემდეგ მას მართლა მიუტრიალდებიან მისივე ჯარისკაცები და ხიშტებით ჩამოაგდებენ და ვინ იცის და მის საკითხარით მის ლეშს თუ ნეშტს თუ გვამს თუ ცხედარს ათრევენ წითელი მოედნის ქვაფენილზე. ამასობაში რუსეთმა გააქტიურა ძალიან საუბარი თემაზე ანკორიჯის სული, ყოველ მეორე უგვანს რუსეთიდან პირზე აკერია, რომ ანკორიჯში მოხდა რაღაცა, რაც მერე უკვე ამერიკელებმა თურმე არ შეასრულეს. მე გაგახსენებთ რა მოხდა ანკორიჯში. ვიდრე ალასკაზე პუტინის ჩასვლამდე, სადაც მას სხვათა შორის ძალიან ვიწრო ხალიჩა დაუგეს და ეს ვიწრო ხალიჩა კი თავის მხრივ უერთდებოდა ფართო ხალიჩას, რომელზეც იდგა პრეზიდენტი ტრამპი და იქ ელოდებოდა ცოტა ბარბაცით მოომავალ პრეზიდენტ პუტინს. და ამ ალასკაზე ესეც მნიშვნელოვანია და ბარემ ვიტყვი ამ ანკორიჯში არ გაიმართა ბოლო სადილი პრეზიდენტებს შორის. პრეზიდენტი პუტინის ანკორიჯიდან წასვლის კადრი რამდენადაც მახსოვს არც არსებობს.
გაიძულწა მეთქი ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ყოველგვარი გაცილების გარეშე ალბათ ვიტკოფი გახვა ვიდრე ტრაპამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ესეთი მაინც არ მოექცნენ ისეთი პატივისცემით, როგორი პატივისცემითაც სურს ხოლმე რომ მას არ უნდა ხოლმე რომ მოექცნენ მას პრეზიდენტ პუტინს. მოკლედ პუტინი გაიძულწა და ერთმანეთს მხარეები ვერ მოელაპარაკდნენ. მაგრამ გაგახსენებთ რა მოხდა მანამდე ხსენებული სტივ ვიტკოფი იყო ჩასული მოსკოვში და ჩაიტანა ბევრი ფურცელი 20 პუნქტიანი თუ არ ვცდები, თავდაპირველად 38 პუნქტიანი, მერე ეს დაიწრიდა 20 პუნქტიან შეთანხმებამდე გეგმა კონფლიქტის დარეგულირების. პუტინმა აიღო კალამი და დაიწყო ჩასწორებები. მოსკოვში ხდება ეს ყველაფერი, ანუ ანკორიჯში შეხვედრამდე დაიწყო ჩასწორებები, ჩაასწორა პირველი, მეორე, მეშვიდე, მეცხრე, მე-20 პუნქტი და ეს დოკუმენტი უკან დაუბრუნა ვიტკოფს. ვიტკოფი ვალადებული იყო, რომ ეს ჩასწორებული დოკუმენტი გადაეგზავნა თეთრი სახლისათვის, პრეზიდენტ ტრამპისათვის, ტრამპს მიუვიდა ეს წერილი და ტრამპმა შემოუთვალა პუტინს, თუ არ ვიცი რაც ქვია, იმას ვიტკოფსა და პუტინს ერთი მხარეს წარმოვაჩინოთ ერთ წუთს ისინი, რომ ეს საკითხები უნდა განეხილათ მხარეებმა უნდა განიხილონ სწორედაც რომ ანკორიჯის შეხვედრაზე და მართლაც პუტინი ჩავიდა ანკორიჯში და შეხვდა ხსენებულ პრეზიდენტ ტრამპს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ჩაკითხვა, კითხულობდა მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებას, მეო ეს თქვიო, ვიტკოფმა ეს მიპასუხაო, თქვენო გადმოგიგზავნესო, ეს დოკუმენტი შედგაო, დოკუმენტია 20 პუნქტიანი, აქ ასე უნდა მოხდეს დონბასში, ისე უნდა მოხდეს ყირიმში, მხარეები ასე უნდა დაშორიშორდნენ, უკრაინას ეს სტატუსი არ უნდა მიეცეს და ასე შემდეგ. აქვე გაგახსენებთ, რომ არც ერთი შეთანხმება, არც ერთი პუნქტი ამ შეთანხმებისა ზელენსკისთან არათუ შეთანხმებული, არამედ გავლილიც კი არ იყო. და უკრაინის ბედი შეუძლებელია წყდებოდეს სხვა სახელმწიფოების ლიდერების მიერ. პუტინი კითხულობდა ამ ყველაფერს და ყოველ მეორე ჯერზე ეს დადასტურებული ამბავია, ანუ მე არ ვიგონებ, არაფერს არ ვაჭარბებ, ყოველ მეორე ჯერზე უტრიალდებოდა ხსენებულ ვიტკოფს, რომელიც ესწრებოდა იმ შეხვედრას და ჩაეკითხებოდა ხოლმე თანახმა კი არა, ეთანხმება თუ არა ხსენებული ვიტკოფი ამ ამბავს და დადებით პასუხს იღებდა. და სულ ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა უუცნაურესი განცხადება. მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიტკოფი იყო ჩასული, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან ჩაასწორა ამ დოკუმენტში, შეიტანა შესწორებები, ჩასწორებები, მიუხედავად იმისა, რომ მან წაიკითხა პრეზიდენტი ტრამპის თანდასწრებით ეს დოკუმენტი უკვე ჩასწორებული, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი იყო შეთანხმებული და შეჯერებული, პრეზიდენტი პუტინი ამ ყველაფერზე ამბობდა, თავად ამბობდა უარს, იმიტომ რომ ცალკეული მუხლები, რომლებიც არც ჩაუსწორებია მოსკოვში, არც ამოუღია მოსკოვში შეხვედრის დროს, ვიტკოფთან შეხვედრის დროს, ის არ აწყობდა მას პრეზიდენტ პუტინს და ასე ჩაიშალა. მერე უკვე პუტინმა ილაპარაკა, ისტორიული წიაღწევები ჰქონდა, ლამის ტომეულები გადმოუღო, აქ ცოტა ვაჭარბებ, მაგრამ მაინც გადმოუღო ტრამპს და უთხრა, რომ მე 17 საუკუნეში უკრაინა იმიტომ იყო რუსეთისა, რომ მრავალწერტილი, მე 18 საუკუნის დასაწყისში უკრაინა იმიტომ იყო რუსეთისა, რომ მერე იქ რა ჭპოსპოლიტა, რაღაცა მოსკოვიე, არა მოსკოვიე, ივანე მრისხანე, არა ივანე მრისხანე, სხვები, მოკლედ გაუბურღა კაკიშდა ტრამპი, გაუბურღა ტვინი პრეზიდენტ ტრამპს და ასე დაშორდნენ ერთმანეთს, ოღონდ ანკორიჯიდან გამოფრენილმა ტრამპმა უცებ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მხარეებმა ყველაფერზე მოილაპარაკეს და ვაშინგტონში ჩავიდა თუ არა მას ევროპელი ლიდერები მაკრონი და არა მხოლოდ მერცი და არა მხოლოდ მელონი და არა მხოლოდ სტარმერი და არა მხოლოდ დახვდნენ სტუვი ფედერაციის ლიდერი ზელენსკის მიერ მოკრებილი ლიდერები დახვდნენ და დაუწყეს ახსნა განმარტებანი პირველ ყოვლისა იმის თაობაზე, რომ უკრაინის გარეშე არ შეიძლება არანაირ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, შეთანხმება საერთოდ რუსეთთან, საერთოდ ვინ ეკითხება რუსეთსა და ამერიკას, როდესაც მეომარი მხარე არის სწორედაც რომ უკრაინა. ტრამპმა usmina ამ ევროპელ ლიდერებს და თქვა, რომ პრინციპში მართლები ხართო განაარაო და ახლა კი გააქტიურდა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ლავროვმა ახსენა, რომ ანკორიჯის სულიო ჩვენ თანახმა ვიყავითო, მაგრამ
რუბიომ ძალიან კაფიოდ მიუთითა, რომ ეს იყო უბრალოდ მოლაპარაკება და არანაირი შეთანხმებისათვის მხარეებს იმ ხანად ანკორიჯში არ მიუღწევიათ. რუბიოსაც კი ბჭყალებში დაავიწყდა, რომ ტრამპთან ანკორიჯიდან ვაშინგტონში გაფრენამდე თქვა, რომ შეთანხმებას პრინციპში მაინც მივახციეთ პრეზიდენტ პუტინთან, ოღონდ უკვე ვაშინგტონში ტრამპიდან ჩამოსულმა სულ სხვა რამე თქვა, მეთქი თუ ვიტყვირაზე არ გადავაჭარბებ, როგორც ჩანს იქ უკვე თვითმფრინავშიც მოხდა საინტერესო ამბები, კერძოდ რუბიოს საუბარი ტრამპთან და აგრეთვე ტრამპი ეცნობოდა მედიის საშუალებების გამოხმაურებას პუტინის განცხადებებზე, ტრამპის განცხადებებზე, ზელენსკის განცხადებებზე, რომელიც ამასობაში იმხანად თუ არ ვცდები, უკვე იყო ევროპაში, შესაძლოა ბეჭდება, ამიტომ არა აქ ახლა ამას პრინციპული მნიშვნელობა დაბეჭდებით ვერ დავამტკიცებ ამას. მედიის კომენტარებს თავად ედიტორიალებს და არა მხოლოდ ედიტორიალებს, მათ შორის მისი მომხრე მედიაში გაჩენილ სტატიებს და ერთიანად სულ ყველანი, მოდი ასე ვიტყვი, კი არ გმობდნენ, არამედ აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ ტრამპს, თუ შეთანხმება შედგა უკრაინის გარეშე, რატო შედგა. დაახლოებით ეს იყო პათოსი მთელი ამერიკული, მათ შორის მისი მომხრე მედიისა. ლავროვმა ახლა კიდევ ერთხელ გააქტიურა ეს თემა, აქ იკითხარით, თუმცა არანაირი ანკორიჯის სული არ არსებობს. საერთოდ რუსეთი იდიოტების, ხო გგონია, რომ ჭკვიანი ხალხია ფსბ-ში, ჭკვიანი ხალხია კრემლში, ჭკვიანი ხალხია რუსეთის საგარეო უწყებაში, ეთსახში, ასეში, არა, რუსეთის ეთსახში. რუსეთი არის იდიოტების, მართველების პირობებში აღმოჩენილი ქვეყანა, იმიტომ რომ აქ იგითხარით, რომ პუტინმა აი ამ ვეება სახელმწიფოს და მართლა დედამიწის მეშვიდეძეა გადაჭიმული პერსპექტივები საბოლოოდ ჩაკლა. იმიტომ რომ ერთი კონსტანტინოვკა, აქ მიცოდა ვუტრირებ შესაძლოა, მაგრამ მაინც კარგი 17 კონსტანტინოვკა, 37 კონსტანტინოვკა აეღო, ანუ დონბასი, ყირიმი. რუსეთს ახლაც კი ბოლო პერიოდამდე, ახლა უკვე აღარ არის ის ძიержავა, იმიტომ რომ განადგურებული აქვს მისი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების უმრავლესობა. ახლაც კი ბოლო პერიოდამდე შეეძლო ვითარების მობრუნება, მოტრიალება, იმგვარ პირობებზე დათანხმება უკრაინისა და თავადაც გარკვეული კომპრომისების დაშვება, რომ ყველა იქნებოდა, მეტნაკლებად ყველა იქნებოდა მოყოფილიყო, შემთხვევაში ეს სისხლის ღრა აღარ იქნებოდა და ასე შემდეგ. ტრამპის მოწოდება იყო ჯერ კიდევ 2025 წლის იანვრიდან, რომ შეწყვიტეთ ნებისმიერ ფასად შეწყვიტეთ, ვერაფრით ვერ უსაბუთებდა ეს ტრამპი. სხვა საქმეა მე ვეთანხმები თუ არა, მაგრამ ვერ უსაბუთებდა ტრამპი ხვებს, რომ სისხლის შეწყვეტა იყო აუცილებელი, არც პუტინი იყო იმ ხანად თანახმა, რომელსაც ეგონა და შესაძლოა დღესაც გქონია, რომ რუსეთი უპირობოდ იმარჯვებს და არც ზელენსკი იყო და უკრაინა თანახმა, რომელსაც შესაძლოა მაშინ ეგონა და ახლა მით უფრო უნდა ეგონოს, რომ უკრაინა გამარჯვების გზებზე. ახლა ამ ნავთობ გადამამუშავებელი მე აღარ მახსოვს ამ ვიდეო პროლოგში ვთქვი თუ არა და უნდა მეთქვა, თუ გითხარით კი მე ბოდიშებ გამეორებისათვის. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას გარკვეულზე მაღალი ალბათობით მოჰყვება ნავთობ წარმოებელი ჭაბურღილების დაბომბვა. თუმცა არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს სულაც არ იქნება საჭირო, იმდენად რამდენადაც ეს ნავთობ ჭაბურღილები, ნავთობ წარმოებლები ისედაც გაჩერდება, რამდენადაც ეს ლოჯისტიკური ხაზები, როგორც ასეთიც განადგურებული იქნება და რომც არ იყოს ხაზები, მიწოდების ჯაჭვები განადგურებული, რომც არ იყოს, უბრალოდ ქარხანა აღარ არის რუსეთში, რომელიც მიიღებს ნედლ ნავთობს წარმოებლებისაგან. განადგურდება რა ჭაბურღილები, დაკონსერვდება რა ჭაბურღილები, მათი ხელახლა ამოქმედება ძველი ტექნოლოგიების, ძველგვარი, ძველი სტილით ძველი მეთოდით ამოღების თარიად დაკავებული ისინი ამ ნედლი ნავთობისა, მათი გაჩერება ნიშნავს მათ გადადგურებას. სულ რომ არ მიფრინდეს იქ საოცარი უკრაინული დრონები. 25 წუთის ბოლოსკენ მე წესქრო დავსვა კითხვა ამას, რაც ახლა მე თქვენ გიამბეთ, სხვა ფორმით უკეთესად, უფრო სრულად უამბობს თუ არა ვინმე ბიზინა ივანიშვილს. ეუბნებიან თუ არა რომ ბიზინ, აი ესეთი მდგომარეობა.
და მე ეჭვმაქვს რომ არა ეუბნებიან. ეს არის სიმართლე და ბიზინა ამ ყველაფერს ასე არ უყურებს. ას მეტი ინფორმაციაც აქვს, მაგრამ მეტი რუსულისთვის გიბოდიშებთ და ის დამახინჯებული ინფორმაცია აქვს. ისეთი როგორც მას აწყობს. პუტინიც ასეა, პუტინსაც აწყობს რომ კონდეს დამახინჯებული ინფორმაცია. მაგრამ შიში კი დამახინჯება ვერ იხსნის სიკვდილსა, სუდია ბაქიბუქობა. ასეა ეს. პუტინის ლეშს გამოათრევენ და წითელ მოედანზე წითელი მოედნის ქუჩის ძაღლები დახრავენ ამ საზიზღარი კაცის ლეშს. ნახვამდის.